მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ პროფესორ ვაჟა კიკნაძეს. ბატონო ვაჟა მოგესალმებით, მიხარია რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩემთან სტუდიაში და ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხის განხილვა ვიტვირთეთ წინა ჩვენს დისკუსიაზე. განვიხილეთ ლაშა გიორგი და გვინდა თანმიმდევრობა დავიცვათ. იყვეთ ისტორიას ქრონოლოგიურად. და დღეს მინდა განვიხილოთ რუსუდან მეფის მეფობა ეპოქა, რომელიც საკმაოდ მტკივნეული გასახილვია. და ბევრ რაღაცა ისეთ საინტერესო დასკვნის საშუალებას იძლევა, რაღაცა ისეთ დასკვნის საშუალებას, რომელიც შეიძლება ამ თანამედროვეობაზეც განვავრცოთ დედუქციურად, ანუ რაზე უნდა ვიყოთ ფრთხილად, როგორ არ შეიძლება ეს უთავბოლობა და არასწორი მართვა, ხო? მოდი დავიწყოთ ჯერჯერობით რუსუდანის მეფობის ალბათ იმ თავდაჯერებული, თავდაპირველი მეფობის წლებიდან, როცა სამეფო კარმა ალბათ ეს რაღაცა უყურადღებობა, გადაჭარბებული თავდაჯერება, ინფორმაციის არარსებობა, რომელიც გვიან, ასე თქვათ, მოვლენებში ძალიან კარგად ჩანს და ამას აუცილებლად შევეხებით. აძლევს მას რაღაცა გაუმართლებელ თვითდამშვიდების საშუალებას და ლაშა გიორგი დაიღუპა ყველაზე სერიოზულ და მნიშვნელოვან მტეთან. ეს იყო ძალიან სერიოზული სიგნალი, რომ აბსოლუტურად სხვა ყურადღების ხარისხი უნდა ყოფილიყო ჩვენ სამეფო კარზე. და როგორც ჩანს, ბევრი ისტორიკოსიც ვარაუდობს, ივარაუდეს, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს ომია და რა ვიცი, თითქოს რაღაცა უყურადღებოდ მოეკიდენ ამას, არა და როგორ მოიგეს ომი, როცა მეფემ სწორედ იქ მიღებული ჭრილობით დაიღუპა და ეს მაინც არ იყო კიდე საკმარისი იმისათვის, რომ აბსოლუტურად ანუ განგაში ჩახვედროდნენ აი ამ სერიოზულ გამოწვევებს. რუსუდან მეფე თხოვდება ვისზე? რუსუდანი ცხოვრდება ეს გახდათ რომ ეს არის ტოღრილის შვილი, ანუ რომის სულთნის არც რომის ფლობელის თოღრილ შახისზე, მოღის ადინზე. და მინდა რუსუდანზე ვთქვა ჯერ ერთი ის რომ არაფერი არ აშენებულა, რაც ჩვენ ვიცით რუსუდანის დროს. არც ერთი ხელნაწერი არ გადაწერილა, რაც ჩვენ ვიცით, მაგრამ ერთი ხელნაწერს მე მივაკვლიე პეტერბურგში, საბინინის ფონდში, რომელიც მან წაიღო აქედან, პეტერბურგის მას ერქვა სალტიკო-შჩედრინის ბიბლიოთეკა, ყოფილი საიმპერატორო და დღეს არის რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა. ნუ მე 2007 წელს ვიყავი იქ და იმის მერე აღარ ყოფილი ვარ და აი მაშინ ნახე რომ ამ ბიბლიოთეკაში ინახება ერთი პატარა მომცრო ზომის ოთხთავი და მას გადამწერის მიერ წერია რომ გადაიწერა რუსუდანის მეფობაში მისი გადამწერის ნიკოლოს ქერხელის, ქერხელი ეს, ну არ ვიცი ეს ადგილია თუ რას ნიშნავს, ქერხელის მიერ. აი ამის მეტი ესეც არ არის ცნობილი ეს, რასაც მე ვამბობ. მთელი კულტურული მოღვაწეობაც არ ჩანს. არანაირი არ ჩანს, არ ვიცი, შეიძლება რამე არის, მაგრამ ნუ არ ჩანს. ეხლა თავიდანვე იწყებს ჩვენი ჟამთა აღწერელი იმითი რომ აქებს რუსუდანს, მაგრამ ნუ მე ამბობს რომ ეს ძალიან ძიმეთ დაუჯდა ქართველებს მისი გამეფება. მაგრამ თავიდან ამბობს რომ ხოლო იყო რუსუდან ხილვითა მშვენიერი, ვითაც სანატრელი დედამისი. დაბალი, უხვი, პატივისმცემელი პატიოსანთა კაცთა და მოყვარე. მაგრამ მე ამბობს რომ რამე თუ მეფეცა რუსუდანი ჩვეულებითა წესსა ძმისა თვისისა ვიდოდა განცხრომითა და სიმღერითა ამისთვის აღდგეს ბოროტნი უდიდესნი. ნუ ეს მისი ადრეც ვთქვით რომ არის მისი კონცეფციის ნაწილი რომ მეფის ქცევა გამოწვეულია, უпростоრად მეფის ქცევის გამო იღუპება ქვეყანა.
და აი ამბობს ამას რომ რუსუდანის ქცევამ დაღუპა ქვეყანა. ეხლა რა ხდება? ანუ რუსუდანსაც დაახლოებით ისეთივე სურათი აღწევს როგორც ლაშა გიორგის და ანუ აი აქ ერთგვარი რაღაცა თავაშვებული, ანუ განსხრომას მიდევნებული ცხოვრების წესი. და კიდევ უარესი ვიდრე ლაშას დროს, იმიტომ რომ იქ მაინც არის დადებით თვისებებსაც ამბობს და აქ მხოლოდ თავისი შვილის უკიდურესი სიყვარულის მეტი ფაქტიურად არაფერს არ ამბობს რუსუდანზე. და ცოტა ხანი გავიდა მისი გამეფებიდან და გამოჩნდა ეს ჯალალ ad-Dini. მანამ ჯალალ ad-Dini გამოჩნდებოდა მანამდე. ყივჩაღების და რაღაცა პატარა მორბე ანუ პატარა რაზმების შემოტევა, მარბევალი რაზმების შემოტევა იყო და ყველაში დამარცხდა თან ქართველები. ანუ ესეც კი უკვე სიგნალი იყო რომ რაღაცა ორგანიზებული არ არის, სამხედრო უწყება აბსოლუტურად აღარ არის ფორმაში და აი ეს მთელი ჯაჭვი ორგანიზების საერთოდ სქემა აღარ მუშაობს. ის გამოწვევები ჯერ წვრილმა ნენამწვრილ მასას ვერ ერევა სახელმწიფო. ჯალალ ad-Dini. ხო და აი ძალიან დიდი გამოწვევა ჯალალ ad-Dinis სახით. ეხლა თვითონ ჯალალ ad-Dinizეც მინდა ჩვენთან არ არის ამაზე საუბარი, რომ ის გაიზარდა უმძიმეს ვითარებაში. მისი ბებია, ესე იგი ის პირდაპირი ბები არ იყო, იმიტომ რომ მას სხვა ქალისგან იყო ეს შობილი და ბებია თორკინ ხათუნი. იყო უსასტიკესი პიროვნება და სასშინლად იჩაგრებოდა ჯალალ ad-Dini. ეს გამოჩნდა მის მერე თბილისში ქცევებში და ისეთი მძიმე ბავშვობა ჰქონდა, რომ ესე იგი ეს ქალბატონი რასაც ბრძანებდა, ის უნდა აღსრულებულიყო და მამამისი მუჰამედი თუ მისი ბრძანების შემდეგ ამ ქალბატონი თორკინ ხათუნისა იყო ბრძანება, ის უნდა აღსრულებულიყო. ესე იგი გაურკვევლობაც იყო, საშინელი ის იყო დაუნდობელი, საკუთარი ყმებიც კი ისე გაწირავდა ათასობით მათგანს, თვითონაც არაფერი. და აი ეს ყველაფერი გამოჩნდა მერე მის ხასიათში, ამ ჯალალ ad-Dinis ხასიათში. და 140,000 შეუგროვებია, მას მოსდევდნენ მონღოლები. მონღოლების მტერი იყო და ანუ ხორეზმი და ჩინეთი ვერაცნობიერებს იქაც ერთგვარი რაღაცა პატარა პრობლემაა თაზვერვის თუ რა ვიცი ყურადღების ვერაცნობიერებს მათ ჩრდილოეთით ბალკანეთის რაღაცა სივრცეში განვითარებულ თელ სამხედრო ორგანიზაციას და ძალიან არასერიოზულად ეკიდება ერთის და მეორეს, ხო? ანუ მუჰამადსაც როცა გაუგზავნეს იქ ტყვეები, მან დახოცა ეს ტყვეები და ამ გის გამო უკვე პირადულში გადავიდა უკვე საკითხი, რომ აუცილებლად დასჭილიყო ხორეზმშახი, ხო? და ძალიან სასაცილოდ რა, როგორცა ისტორიაში, ხო? კასპიის ზღვაში გაიქცა და რაღაცა კუნძულზე აღესრულა. აი, მე რა მაინტერესებს, ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, ახლა ეს არ არის ისტორიის ცნობებიდან გამომდინარე საკითხი, ეს უფრო დედუქციური კითხვა ჩემი მხრიდან. რატომ იყო თავად, ახლა ხედებით რატომაც არა, მაგრამ მაინც შესაძლებლობა რომ დაუშვათ, აი აქ რო ყოფილიყო ორგანიზებული კარგი მეფობა, რომელიც აცნობიერებს მომდინარე საფრთხეს. იქნებოდა შესაძლებლობა, რომ აი ამ სოციოპატთან მოლაპარაკებაც ყოფილიყო შესაძლებელი, იმიტომ რომ მის ინტერესში თავისთავად ცხადია იყო, რომ კოალიცია ყოფილიყო. ჩვენს ინტერესშიც იყო, რომ მასთან ქონოდა კოალიცია, იმიტომ რომ უნდა გაგვეცნობიერებინა ის საფრთხე რამდენად დიდი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ის საფრთხეზე საერთოდ ინფორმაცია არ აქვს. და ამ საფრთხეს, იმიტომ რომ მიწერ-მოწერაში ხო ჩანს, ახლა თქვენ კარგად დაძრულებით ისაუბრეთ, რაღაცა დამცინავადაც კი უთხრეს, რომ ჩვენ ეს დავამარცხეთ მამაშისას და მართავდა. ანუ ჩვენ შეგვეძლო თუ არა კოალიციური გაერთიანება კარგი ორგანიზებული მმართველობის პირობებში, აი რო შევადაროთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ნამდვილად შეიძლებოდა, რომ თვითონ ამის პიროვნებაზეც იყო დამოკიდებული. აი ის არ იყო თლად, ასე ვთქვათ, ფორმაში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ერთადერთი რაც შესთავაზა ქართულ დიდებულებს,
თუ გამატანთ ხასად ფაქტიურად რუსუდანს, ну მაშინ კი ბატონო, ერთად ვიბრძოლებდო და ეხლა ნუ ეს არ იყო ნორმალური. ეს არ არის ნორმალური წინადადება. არ იყო ნამდვილად ნორმალური. თან სანამ დაიწყებოდა ჩვენთან საერთოდ რაიმე გამოწვევის, უკვე პირდაპირ ქონდა დემაგოგიურად გაცხადებული, რომ ანუ ქართველების ანუ მუსლიმების შემავიწროებელი ქართველები უნდა გავშუშოთ ასე. ანუ შეიძლება პირდაპირ სხვა დიპლომატიური ენა ეხმარა და ამ დიპლომატიურ ენაზე ჩვენ შესაბამისი რაინდული დიპლომატიური ენა დაგვეხვედრებინა. ორივე დაინტერესებული ვიქნებოდით, ხო? ნამდვილად, იმიტომ რომ მის ინტერესში შედიოდა იმ უდიდესი ძალის, რაც მან კარგად გამოცადა, მონღოლების შეჩერება და დამარცხება, მაგრამ ნუ ის ცოტა ისეთი არასერიოზულად მოიქცა თვითონაც, არა მარტო ჩვენი ქართული ხელმძღვანელობა და აშკარად და ნუ რო დაესხა საქართველოს თავს, აი თან ამბობს ჩვენი ჟამთაღწერელი, რომ ივანე ათაბაგი, რომელიც ნუ მთავარი ის იყო ერთ-ერთი ფიგურა, ის მასო დვინი და ანისი ეპყრაო, აი ანისი და თქვი არის დვინი და აი დვინი და ანისი ეპყრაო და ესე იგი არ გამოიჩინა ის დონე, რაც უნდა გამოიჩინა სიფხიზლის და თავდაცვის და ნუ თავის ძმის წულს შანშეს, რომელიც მანდატურ უხუცესი იყო, მას მისცა აი ეს დვინი და ანისი და ამბერდი ასევე, ნუ ეს სომხური ტერიტორიებია, აი ამბერდი აქ არის და ივანემ განაწყო ათაბაგმა ჯარი და წინ დააყენო თორელნი, შალვა და ივანე ახალციხელები. ნუ აქ ისე მისი წარმოშობაც არის, აშკარად ეს ჟამთაღწერელი მესხია და ყოველთვის ხაზს უსვამს მესხების წინა პლანზე, მესხების თავდადებას და აი შალვასა და ივანესაც ახალციხელებს, ამიტომ ხაზს უსვამს, რომ ისინი წინა პლანზე დააყენა. და თვითონ ბრძოლაში არ ჩაერთო ივანე ათაბაგი. ეს რატომ მოხდა ეს? ხალატია, რაღაცა კავშირის არასეულობა, იქ შური წერია, ხო რაღაცა? რა წერია, რომ ის თვითონ მიიჩნევს ჟამთაღწერელი, ეს იყო შურით და არა სხვა რამით. რომ მათი როგორც გამორჩეული მხედართმთავრები შურდა, ამიტომ არ ჩაერთო ბრძოლაში და შორიდან უყურებდა. ნუ ეს არის მაშინ უნდა ჩართულიყო მეფე. და დაესაჯა ის ვინც ასე იქცეოდა, მაგრამ ნუ არაფერი ამის გავსი არ მოხდა და ხო რაღაცა კომიკური ვერსიაც, არ ვიცი ეს არის, რომელ წყაროებში ამას რაღაცა სივრცეში ლივლივებს ასეთი ვერსია. ჩაეძინაო თუ რაღაცა ასეთი ივანე? არა, ეგ არ არის ასე. ნუ ყოველ შემთხვევაში ავტორია მაგას არ ამბობს, ამბობს რომ კი, ჟამთაღწერელი ამბობს რომ უბრალოდ არა იმიტომ რომ შეეშინდა, არამედ შურით ამ ივანესი და შალვასი ბრძოლის ვეზე ჩვენ ქონდა ძალიან საინტერესო პოზიცია, კარგი, მაღლობი დაკავებული. ეს დაბლობში და ამის მიუხედავად, ნუ ჯალალედინმა იფიქრა რომ ალბათ მომარაგებას ელოდებიან ქართველები, წავიდნენ შეტევაზე და ამ სერიოზული პოზიციური უპირატესობის მიუხედავად უიპოვა გამარჯვება. კი, მაგრამ აი თან მოხდა აქ შიდა გამცემლობაც, იმიტომ რომ შალვა ჩავარდა ტყვეთ ამ ბრძოლის დროს და ივანე ქვით მოიკლა ვიღაცამ ქვა ესროლაო. ესე იგი ეს შიდა გამცემლობის გარეშე არ გამოვიდა და ნუ პირდაპირ გვეუბნება ჟამთაღწერელი რომ ეს მოხდა იმიტომ რომ აი მტრები ყავდათ მათ და მათი შურდათ. ნუ შემდეგ რა ხდება? ანუ ამ ეპიზოდში უკვე კარგად ჩანს რუსუდანის და ალბათ გოშა გიორგის დროს წარმოშობილი შიდა ფეოდალური ძალიან მოკლე დიაპაზონის დაპირისპირება, რომელიც გამაერთიანებელი ცენტრალური ხელისუფლების არარსებობის პირობებში განვითარდა და აი რა თქმა უნდა ორგანიზება უკვე შეუძლებელია რაღაც. კი, იმიტომ რომ ნუ ასეთ შემთხვევაში მეფე უნდა გამოჩნდეს და უნდა იმოქმედოს და არანაირი არ ჩანს მეფეა საერთოდ. და ივანემ უკან დაიხია ბიჯნისშიო, ნუ აქ არის ბიჯნისი და ნუ მას მე ნახავთ და სულთანი კიდევ მოვიდა ადარბადაგანში და ნახჭევანში. აი ადარბადაგანი, ანუ სამხრეთ აზერბაიჯანი, დღევანდელი სამხრეთ აზერბაიჯანი და ნახჭევანი.
აი აქ ივანე და ხო სულთანი მოვიდა აქ და 2 წელიწადში მოკვდა უკვე ივანე ათაბაგი და მისი ძე ავაგი ამირ სპასალარად აკურთხეს. სულთანმა კი აოხრა, ანუ სულთანი იულისხმება ჯალალედინი. აოხრა დვინი, ანისი, სომხითი, განძამდე და შამქორი. რომელიც ვარამგაგეს ჰქონდა ეს შამქორი. და შემდეგ ესე იგი ნუ უკვე წაგებულია ფაქტიურად ომი, იმიტომ რომ ნუ მორალურადაც და ყველანაირად წააგო ქართველმა მხარე და უკვე თბილისს უტევს. როგორ იქცევა რუსუდანი? და რუსუდანი შეშინებული ტოვებს თბილისს, გადადის დასავლეთ საქართველოში და აქ ტოვებს თბილისის დამცველად 2 პიროვნებას, რომელსაც ეუბნება, რომ ფაქტიურად დიდად არ იბრძოლა, ასე გამოდის, იმიტომ რომ მაგრამ მაინც თბილისი ძალიან რთული ასაღები ქალაქი იყო და აქაც კიდე მოხდა მუსლიმთა შიდა გამოცემა. სპარსელებმა, რომლებიც აქეთყობა დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ, გადაწყვიტეს, რომ გაეღოთ კარები და შემოეშვათ ჯალალედინი. აი, აქ ძალიან საინტერესო ცნობა. ახლა ჩვენ რომ ვივარაუდოთ დაახლოებით აი ქართულ ისტორიოგრაფიას, იმედია დამუშავებული აქვს ისტორიული თბილისის რაღაც არქიტექტურული კონცეფცია მაინც. აი განძის კარი ეგრეთ წოდებული, რომელი კარიც გაიღო. ეს დაახლოებით სადმე ყოფილიყო. სადმე ყოფილიყო თბილისში მეფის რეზიდენცია და ნუ მეფის რეზიდენცია იყო აი იმაში მარცხენა სანაპიროზე მარცხენა სანაპიროზე. კი ისანში და იქ ცალკე შემოღობილიც იყო ეს არის ნაშთები რამე ნაბუნია? არა, დღესდღეობით არაფერი, იმიტომ რომ იქ უკვე სხვა გაშენდა. ისტორიული თბილისი რო არ დანგრეულიყო, ქალაქის ცენტრი იქნებოდა მარცხენა სანაპირო და არა მარჯვენა სანაპირო, როგორც ახლა. მე მოხდა გადაცვლება. ეს განძის კარი დაახლოებით სადმე ყოფილიყო. აი ალბათ აი როგორც ვარაუდობთ, ეს განჯის კარი უნდა ყოფილიყო აი სადაც იწყება ყოფილი ლესელის იმ ქუჩის დასაწყისში. იქ უნდა ყოფილიყო განჯის კარი. დაახლოებით. ეს დროს აღნიშნულიც იყო და მე მოშალეს ეგ. მართლა. კი. და ესე იგი ეს ისეთი საშინელის გამოიჩინა დაუნდობლობა თბილისში. მათ შორის იმ მუსლიმების იმ თვითონ მათაც იგრძნეს რა სუსხი მისი შემოსევის, მაგრამ თავიდან რო შემოვიდა, ესე იგი ამბობს სამთავწერელი, რომ არა შემინდობს ტკივილი გულისა იმის მოხსენებად, თუ რა გააკეთა ყვარასცნელმა. და აი რას ამბობს, რომ დედებს, ბავშვებს დაცებდა და თავებით ურტყავდნენ ქვას, ნუ ქვის ნაწილებს და ეს აი სწორედ იმ რაღაცა მე როგორც ვარაუდობ, ეს მისი გაზდის და მისი არასრულფასოვნების შედეგი იყო, იმიტომ რომ ნუ რასაჭირო იყო ასეთი დაუნდობლობა და ასეთი სისასტიკე. მაგრამ ნუ ეს მას ჰქონდა ჩანერგილი უკვე ბავშვობიდან, რომ დაუნდობლობა არის მთავარი და აი ასე მოიქცა თბილისში, ნუ ძალიან ძიმე სურათს ხატავს. ისანში ანუ სიონის ეკლესიის ხო, შემდეგ აკეთებს ამ ყოვლად წარმოუდგენელ, ესე იგი, რაღაცას, პირდაპირ ისეთი რამეა, რომ აქამდე არც არავის არ გაეგონა, რომ სიონის ისტორიაში გვაქვს მსგავსი პრეცედენტი. არა. მე არ ვიცი, მე არ ვიცი, ხა ისტორია ცოტა სუდად არ ვიცი. ხო, არა, ნამდვილად არ გამიგია, არცად არა თუ საქართველოში და ესე იგი გუმბათი მოაძრო სიონს და დაჯდა იქ და ხიდი, ის ხიდი კი არ არის, რომელიც აი დღეს მიაჩნიათ. ხიდზე ეძახის ჟამთაღწერელი კიბეს, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს, რომ ხიდის ბოლოს ავიდა, ხიდზე ავიდა, ესე იგი ეს არ არის ის ხიდი. მე ხიდი იფიქრეს, რომ აი მეტად ხიდია ხო და სინამდვილეში ის ხიდი არის იმ ის დიდი ის გააკეთა ასასვლელი და იმას უწოდებს ხიდს ჟამთაღწერელი და ნუ მოკლედ წინ დაასვენა ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და ნუ ვინც ფეხს დააბიჯებდა და შეურაცხყოფდა, იმათ ცოცხალს წოვებდნენ და ვინც არა, იმას თავს აჭრიდნენ და
ნუ როგორც ამბობს ჯანმრთელობა 100,000 კაცი ამ ცნობაში გამომდინარე ამ ადამიანის სტატისტიკისგან დაუჯერებელი არაფერია. გარდა იმის არის იყო თუ არა თბილისეთი ასეთი მსხვილი ქალაქი. ხო, აი ცოტა მეც მეეჭვება რომ 100,000 ძალიან დიდი ციფრია. ძალიან დიდი ციფრია. ეს უბრალოდ გვიანდელი ინდუსტრიალიზაციის ეპოქის ქალაქის სიმსხვილი. თანაც ახლა ამის გარდა ხო დარჩა კიდე ცოცხალი ხალხი და ესე იგი ცოტა გადაჭარბებული უნდა იყოს ეს 100,000 და ნუ ამას გვეუბნება უბრალოდ თან რელიგიური ფანატიკოსია ეს ჟამთაღწერელი და ამიტომ ზრდის როგორც ჩანს ამ ციფრს მაგრამ ფაქტია რომ ესე იგი მე და ესე იგი მისი საკუთარი ისინი ჟამთაღწერლები ჯალალადინის ნესევი და იბნ ალასირი აი ისინი ამბობენ რომ იმდენი რამ წამოიღო თბილისიდან რომ აღწერა ვერ მოახერხეთო უამრავი რამე წამოიღო თბილისიდან ამას ამბობს არა ჟამთაღწერელი მარტო არამედ აი მისი საკუთარი ჟამთაღწერლები ანუ ისტორიკოსები და მოკლედ შემდეგ ესე იგი თბილისის გარდა მან დაიპყრო სომხეთი კამბეჩანი ანუ ესე იგი სამხრეთი სიღმაღის რაიონი დღევანდელი იორისპირი ქართლი თრიალეთი ჯავახეთი არტაანი სამცხე ტაო კარნიფორა და ანისი 5 წელი დაყვეს თბილისში 5 წელი საშინელი ჟლეტა დაუნდობელი და რუსუდანი ამ დროს არის მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გადახვეწილი დასავლეთ საქართველოში და არანაირი მისგან არის მის რაღაცა ამის საპასუხოდ რაღაც ღონისძიებები ნუ ერთადერთი ადრე მან მიწერა რომის პაპს მაგრამ ნუ ეხლა გრიგოლ მეცხრეს მაგრამ ესეც ეს გრიგოლ მეცხრე ხო ცოტა გვიან მიწერა რაღაცა ნუ ცოტა მონღოლები არიან ჩამოსული ხო მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას რომ ესეც რაღაც ღონისძიებაში ჩაითვალა მაგრამ ნუ ეხლა თვითონ იმან მოწერა პასუხი რომ ჩვენ თვითონ გვიჭირს ხო მაგას დაუბრუნდეთ ეგ ძალიან საინტერესო ეპიზოდია ბევრ რაღაცაზე მეტყვი ძალიან ბევრ მაგრამ ნუ თვითონ აი ესე იგი სადღაც გარედან ელოდა და დახმარებას და არა ხო ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველს მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდები აქ რა დაემართა ამ ჯალალადინს ჩვენ არ დაუბრუნდით ხო აი რა მოხდა შემდეგ მან ნუ რამდენჯერმე აჯანყებები იყო მის წინააღმდეგ დატოვა თბილისი მაგრამ ნაწილი დატოვა თავისი ჯარი აქ და ფაქტიურად ისე მის ხელში იყო და ბოლოს რა მოუვიდა ესე იგი ხლათის აღება უნდა აი თურქეთის დღევანდელ ტერიტორიაზე და ამ აქ რო წავიდა სალაშქროდ იქ ერთმა პიროვნება მოკლაო მაგრამ ჟამთაღწერელი ამბობს რომ ეს მოკლა მისი ესე იგი კარგად აღჭურვილი ლამაზის ქონდა უნაგირი და რაღაც მაგრამ სინამდვილეში როგორც ნახე მე უცხოურ წყაროებში მონღოლებმა მეუგზავნეს კვლელი და არა შემთხვევით ვიღაცა მოკლა ეს ასე მოხდა და მოკლედ თან სანამ მოკვდებოდა აი რომ ძაღლი რო იყო ეს ადამიანი მთელი მოკავშირეები შემოეცალა კი ნელ-ნელა ფაქტიურად მარტო დარჩა და მარტო დარჩა აი რამხელა პოტენციალი შეიძლება ქონოდა რომ ყოფილიყო ადამიანის საღი აზრის შესაძლებელია რომ მონღოლობა არ გავრცელებულიყო აღმოსავლეთში მაგრამ აი ბოლოს გაუმარტივა პრაქტიკულად ხო საქმე მონღოლებს კი, გაუმარტივა საქმე, იმიტომ რომ თავარი მტერი ვინც იყვნენ ამ რეგიონში მონღოლების და საშინელ დღეში ჩააგდო. ნუ გაანადგურა საქართველოს. ხო, მორბოულია. და ამ დროს ესე იგი რა ხდება დიდგვაროვნები შანშე მანდატორ თუხუცესი გაიქცა აჭარაში. აჭარაში გაიქცა. ავაგი ამირსპასალარი ესეც არ არის ცენტრში და კაენის ციხეში სამხრეთი არის სევანის ტბის არის კაენის ციხეში გამაგდა ვარამი გაგელი სახურთუხუცესი ქუთაისში გაიქცა და ასე რომ ერთი რაღაცა კი გააუკეთებია რუსუდანს როგორც ჩანს რომ გახსნა ჩრდილო კავკასიის კარი და იქიდან გადმოიყვანა ოსნი დურძუკნი მთიულნი და ნაჭარმაგებს გორის რაიონში შეკრიბა რომ აი რაღაც ერთადერთი რამ წერია რომ აი ადმინისტრაციამ საქართველოსი რა გააკეთა ამ დროს მაგრამ არ იყო ეს საკმარისი და
ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ ჩამოსულმა ხალხმა. იმიტომ რომ რეალურად არ იყო ხელმძღვანელი. ვინც წაუძღვებოდა ომში, ვინც აიღებდა პასუხისგებლობას და ასე ახლა შეკრებილი არაფერს არ ნიშნავდა. დიახ, აბსოლუტურად ვერ მართლა. და ბოლნისთან მოხდა ბრძოლა, ქართველებმა იბრძოლეს, მაგრამ დამარცხდნენ და ჯალალი ისევ შევიდა ჯალალედინი თბილისში. და ამასობაში უკვე მონღოლებიც გამოჩნდნენ ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩოი. სანამ მონღოლები გამოჩნდებოდნენ, ეს ჯალალედინი დაიღუპა 1231 წელს. 31 წელს, კი. მაგრამ 1232 წელს რუმის ამ გაჭირებულზე ქვამ აღმარჩი მიეწიო. მათ დაიწყეს ჩვენი სამხრეთ-დასავლეთ რეგიონების რბევა 30-მდე ციხესიმაგრე მოარბიესო და საქართველოს არავითარი ძალა არ აქვს რომ ამას ბოლოს რუსუდანმა უთხრა შვილს მოგათხოვო ჩემს კალიშვილსო და ამითი გააჩერეს პრაქტიკულად ანუ რომის სულთანი მაყურებლებს მინდა შევახსენო დაახლოებით 1232 წელია ხო ეს ანუ დაახლოებით 20 წლის წინ ჩვენ მათი მთავარი მრისხანე რომის რუკნადინი დამარცხებული ყავს. კი. და ახლა ამ პერიოდში ჩვენ მხოლოდ იმიტომ კი არ დავუზავდით რომ კაცი ანუ რაღაცნაირად ქვეშევრდომობაზეც კი შევუთანხმდით ესეთი რაღაცაც მოხდა ხო ეს ძალიან სამარცხვინო მომენტია ამ ყველაზე დიდ მომენტებში ეს თითქოს გამოტოვებულია მაგრამ ესეც ძალიან სამარცხვინო მომენტია 1235 წელს მოვიდნენ მონღოლები. და რუსუდანი ისევ გადავიდა ქუთაისში და აქ დატოვა მუხაზძე და დაუბარა მას რომ თუ დმანისამდე მოვლენო მონღოლებიო მაშინ იმისი პალატის სამეფო პალატის გარდა დაწვით თბილისი და ჩააბარა აი ახლა ამის მერე როგორ ვინ უნდა ვის უნდა ებრძოლა და როგორ უნდა ებრძოლა ესე იგი ფაქტიურად რუსუდანი იყო დამარცხების მაუწყებელი ყველგან იმიტომ რომ თვითონ არანაირად ნუ ქალი იყო გასაგებია მაგრამ ხო შეიძლებოდა ვინმე დაენიშნა თავისი ნუ მეუღლე თუ არა ვინმე მამაკაცისთვის მიეცა იმისი ვალდებულება რომ დაეცვა საქართველოს კი ბატონო აი ხლა ეს მეუღლეც არ ჩანს აშკარად არ ჩანს არა საერთოდ არ ჩანს ისტორიაში ანუ დავით ოსლანისთან მიახლოებული პერსონაჟი არ არის არა კი ხო და მუხაზძე რომელიც თბილისის დაცვა დაავალა და ესე იგი ავაგი მივიდა მათთან ბარდავში ჩორმაღანმა უთხრა რომ ჩვენ მოდით რა ნუ თქვენ წაგებული გაქვთ ფაქტიურად და მოდით ჩვენ ოქროს წყალი დავლიოთ ანუ ჩვენ ვიყოთ ძმადნაფიცები და ოქროს ჩადებნენო წყალშიო და მე იმას დაალევინებდნენ თვითონაც დაალევდნენ და აი ამის შემდეგ ითვლებოდა ყმადნაფიცად და ერთგულად და აი თავისი ინიციატივით მივიდა ეს ავაგი მე რო დაინახეს რომ ავაგს დაალევინეს ოქროს წყალი მე მივიდა ვარამის შამშეც და მხოლოდ იბრძოლა ივანე ციხისჯარელ ჯაყელმა ერთი საინტერესო ეპიზოდია კიდე ის ძველი ორბელთა გვარი დიახ რომელიც ივანე ორბელის აჯანყების დროს დაემხო შევიწროვდა მათი შთამომავალიც გაურიგდა მონღოლებს რომ რაღაცა მიწები რომელიც მას ჩამოართვეს ჯერ კიდე გიორგი მესამეს დროს ეს დაებრუნებინა და ამანაც მაგალითი მისცავს დანარჩენებს და პლუს კიდე ის რომ მე თუ ამათ არ გაურიგდები შეიძლება ისეთები გაურიგდნენ და მე ჩამომერთვა საერთოდ მიწები და ყველა რიგში ჩადგა რომ მონღოლებისგან მიიღოთ გარანტია რომ მიწები გქონოდათ იმიტომ რომ იმას ვისაც მიწები არ ქონდა მონღოლებისგან მიიღო იმაზე მეტი მიწა ვიდრე ორბელთა ზეობის ხანაში ქონდა და ახლა კი ცხადია ანუ მიწებს ანაწილებს ვინ არა რუსუდანი არამედ დამპყრობელი და მხოლოდ ესე იგი ერთადერთი პიროვნებაო ესე ივანე ციხისჯვარელი ჯაყელი იბრძვის ყვარყვარესაც უწოდებნენო მასო მაგრამ მე რუსუდანმა შემოუთვალა რომ შენ ბრძოლას ძალები აშკარად არა თანაბარეაო და შენ ვერ გაუმკლავდები და შენც ჩაბარდიო და ნუ ამის შემდეგ ჩაბარდა
ეს ერთადერთი ქართველი რომელიც იბრძოდა ბოლომდე და წაავლინეს მოციქულად თათრებთან შანშე, ავაგი, ვარამი და ჰერეთის ერისთავი. შოთა, აი აქ ფიქრობენ რომ ეს შოთა შეიძლება არის რუსაველი, მაგრამ ძალიან რთულია მაგის თქმა, იმიტომ რომ შოთაზე წერია რომ მანისა ფერობისათვის კუპრობით უხმობდეს. ეს გაუგებარია, მართალია ზოგი ფიქრობს რომ ნუ მანი ეს ერთ-ერთი მიმდინარეობა აღმოსავლეთში, მაგრამ კუპრობით უხმობდეს, ანუ შავას უწოდებდნენ და აი ეს გაუგებარია რომ ეს შოთა თუ რუსაველია ასე რატო ხასიათდება. ზოგან კიდევ არის ისეთი მძიმეს გააჩნია რომ არა სამამაკაცოთა თვისებათა მქონებელია ეს შოთა. ვინმე შოთაზე წერია. ანუ ეს შოთა არ გვინდა რომ იყოს ის შოთა. ხო, მაგრამ არის ესეთი აზრიც რომ ეს შოთა არის ჩვენი ცნობილი. ისე ახლა შოთა ვახსენეთ. ის ფაქტი რომ მისი ფრესკა შემდეგ იერუსალიმშია. ეს ხო დაახლოებით უკვე ის პერიოდია, როცა მონღოლები, ანუ რუსუდანის მეფობა შეიძლება მილეულის არის, როცა ალბათ ეს დაიწერა? ხო, ალბათ ეს ხატი რო დაიწერა. შოთა სავარაუდოდ ის შოთა რომელსაც ვარაუდობთ რომ მეფის თავსან დაწერა, წავიდა იერუსალიმში. ალბათ იქ მოღვაწეობდა, ხო? ეხლა ის ფრესკა იმ შოთას. ის ფრესკა მართალია ამირანაშვილი ამბობს რომ ძვიელია, მაგრამ როგორც შემდეგი დროინდელი მეცნიერებმა და მკვლევარებმა დაადგინეს, ის ფრესკა რომელიც დღეს არის შურის მონასტერში, არის მე-17 საუკუნის. ასე რომ ის არ არის ნამდვილად იმისი დამადასტურებელი რომ აქ იყო ნამდვილად შოთა. ნუ თუმცა ნუ გადმოცემები და ზეპირით გადმოცემები არსებობს, მაგრამ ეგ თვითონ არ გამოდგება მაგისთვის ეს ფრესკა. ხო, ესე რომ ამაზე ხა დავანებოთ თავი შოთა ვინ არის, მაგრამ ფაქტია რომ ამასობაში ფიქრობს ახლა რუსუდანი რომ მისი როგორმე თავის შვილს 5 წლის დავითს გზა გაუკვალოს და ერთადერთი მეფე გახდეს საქართველოში. ამიტომ როგორც ჟამთაღწრელი ამბობს, ის აგზავნის რომში თავის სიძესთან და თავის ქალიშვილთან. ხო, ეხლა ეს რაშია საქმე? ის უკვე ფიქრობს მომავალზე, რომ ვინავა ტახტზე და ამიტომ თავის შვილს დავითს წარუდგენს მონღოლებს როგორც ერთადერთ კანდიდატს. და მონღოლებმა გადაწყვიტეს რომ ნუ კი ბატონო, მაგრამ გავაგზავნოთ ყარაყორომში, ანუ მონღოლთა ცენტრში. მანამდე გაიარა ბათოსთან. ბათუმ ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი? ხო, არ გადაწყვიტა, იქ არ გახანს გაჩერდა და მე წავიდა ყარაყორომში. და ნუ იქ დიდ ყაენებს შეხვდა და მე დაიკარგა მისი კვალი. და ამასობაში ეს დავითი, მეორე დავითი, ლაშა გიორგის ძე, ის გააგზავნა რუსუდანმა თავის სიძესთან და ქალიშვილთან და აი ახლა ეს ქალიშვილი რო შევახსენოთ ისე მაყურებლებს, სწორედ ის პირობის შესრულება, რომელიც რუქნადინთან რუქნადინად ვთქვათ, რომის სულტანთან დამარცხების შემდეგ პირობა დადო რომ შემშვილს მოგათხოვო, ეს მოხდა 1222 წელს, როცა დამარცხდით. მაგრამ მაშინ სრულწლოვანი არისო ეს გოგონა და როცა იქნა სრულწლოვანი, მერე გააგზავნა და თან პლუს გააყოლა დავით გიორგის ძე, ოღონდ რა პირობით? ხო, აი საქმეც ის არის, რომ ეხლა ცოტა გადაჭარბებულიც მგონია, რასაც ჭამთაღწერელი მას ამბობს და რასაც რუსუდანზე ამბობს, რომ ხო, რომ ის უნდა ყოფილიყო ძალიან მძიმე პირობებში. მას ფაქტიურად აი, ნუ რაღაც ლეგენდარულ ამბებს ყვება, რომ წყალში ჩააგდეს მიწისქვეშეთში და იქ მიწისქვეშეთში ახლა ეს არის აი ამაზე ძალიან დიდი დავა არის ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ აი როცა მიწისქვეშეთში ჩააგდეს, იქ მას დაეხვიდნენ გველებიო და გულზე ეკეთა ღვთისმშობლის ხატი და ამ ხატმა გადაარჩინაოდა. ეს აქ საქართველოში მოხდა, იქ მოხდა. და ეხლა ეს ბევრს მიაჩნია, რომ აი თედო ჟორდანია მაგალითად ამბობს, რომ ესო მე ვიღაცამ ჩაწერა. არაფერი ვიღაცამ, ისეთი მორწმუნეა ეს ჟამთაღწერელი, რომ მას თვითონ ჟერა ეს ყველაფერი და ამიტომ გვეუბნება ამას.
თორე ხა ნუ დღევანდელი მკითხველისთვის ცოტა უცნაურია რომ ხო მე ნუ იქ ამბობს რომ გადაბრუნდა ერთ-ერთ გველს დააწვა მან უკბინა მაგრამ სხვებმა გადაარჩინეს ნუ მოკლედ ამბებია ისეთი რაც დღეს ცოტა მითოსი პოეტური რაღაც კი მაგრამ აშკარად უნდა რომ როგორღაც აი წამოსწიოს ეს პიროვნება ჯანმრთელს და შემდეგაც ხო ამბობს რომ ენაბლუ იყო ძალიან სწრაფად გადაწყვეტდა ხოლმე ყველაფერს მაგრამ აშკარად მის მხარეზეა და აიმიტომ ამბობ რომ მე მისი შვილი დემეტრეს და ყველაფერი აი ის ერთად იყრის თავს რომ აშკარად დემეტრეს კარზეა ეს პიროვნება გაზრდილი და დემეტრე მისთვის სამაგალითოა ყველანაირად და ამიტომ მის მამასაც ასე მის მამას და მის შვილსაც გიორგი წყინვალეზე რო წერს რომ ასეთი იყო და ყველაზე უკეთესი არაოდენ ხელმწიფეთა არამედ ყოველთა მეფეთა მეჟამისათაო და ხო და ამგვარად აი აქაც ჩანს რომ ის ყველანაირად ცდილობს რომ დაიცვას გიორგი მისი ლაშა გიორგის ძე და არა ის ცნობა რამდენად მე მგონი მაინც არც მოვა ხო ეს ჩემი ვარაუდია რომ მას მოკლა უნდოდა ხო აი რამდენად მე ხა დღეს ეჭვმეყარება რუსუდან მეფემ გააგზავნა დავით გიორგის ძე და იქ დააბარა ეს ადამიანი გადარჩეს უნდა ხო მაგრამ რახან გადარჩა და არაფერი მოუვიდა როგორ ჩანს მაინც არა იმათი დამსახურება ამ მხოლოდ აი მისი ქალიშვილის და იმ სიძის არამედ ну ცოტა რთული სათქმელია ახლა იმიტომ რომ ის ამბობს ისეთ დაბეჯითებით ჯანმრთელს ჩვენ სხვა არაერთი წყარო არა გვაქვს რომ ეს შევამოწმოთ ну იმასაც კი ამბობს რომ რახან მათ არ დასაჯეს ბოლოს ისიც კი გაუგზავნა წერილით რომ ღალატობს ჩემ ქალიშვილთან აი რაზედაც ეჭვი მეპარება რომ ახლა ჯერ ერთი რა იცოდა მან რომ ანუ ღალატობსო დავითი ესე იგი ვითომ ღალატობდა მის ქალიშვილთან ანუ ფაქტიურად რომის გამგებელს. ნუ ეს ამაზე უარესი რაღა უნდა მიეწერა. და ცოტა ეჭვმეპარება რამდენად იყო ეს ნამდვილად ასე, იმიტომ რომ ნუ მაშინ დაჟიდნენ და ეგ იქნებოდა რა, ახლა დიდი ამბავი იყო მაშინ ადამიანის დასჯა. ხო და ეს როგორც ჩანს ცოტა გადამეტებულია. ისე როგორც აი გადარჩენა მისი რომ გველებმა დაიცვეს და ასე შემდეგ. აი ის როგორც ძალიან მორწმუნე, უკიდურესად მორწმუნე ადამიანი ცდილობს კიდევ მითოლოგიურ საბურველში გაახვიოს ეს დავითი და ამიტომ ამბობს ასეთ ამბავს რომ აი წერილში მიწერა ჯერ ერთი თუ წერილი მიწერა ვინ რა იცოდა რა ეწერა იმ წერილში მით უმეტეს აი ეს ისეთი რამე იყო რომ ეს არ უნდა სწოდნოდა სხვა ადამიანს არავის და როგორ გაიგებდა ჟამთაღწეველი მაგრამ ფაქტია რომ როგორ ჩანს რუსუდანი ნამდვილად ხა ცუდად რო ექცეოდა ცხადია იმიტომ მოიშორა აქედან და გააგზავნა იმ შიშორეს მაგრამ ანუ სავარაუდოა მაინც ეს რომ მან სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი ძმის წოდება იქიდან გამომდინარე რომ გადარჩა და არაფერი მოუვიდა ხა მე მგონი რომ მაინც ეს ცოტა გადამეტებულია ჟამთაღწელის მიერ მისი ბიოგრაფია და შემდეგ აი როდესაც ნუ მე აღარ დაბრუნდა მისი შვილი დავითი და იფიქრა რუსუდანმა რომ ეს დაიღუპა ნუ ჯავრისაგან მოკვდა გარდაიცვალა და ამასობაში საქართველოში წარმოიშვა ორი ბანაკი რომელიც გაახსენდათ ახლა იქ არის ეს დავით გიორგისზე და მოდი ის გავამეფოთა რახან აღარ არის ეს დავით ნარინიძე ისა დავით რუსუდანიძე ანუ ნარინად შემდეგ წოდებული და მე გაჩნდა ნუ ორი მიმდინარეობა ზოგი ამბობდა რომ ნუ ეხლა ის უკანონო შვილია ამიტომ არ ეკუთვნის ნაწილი კიდე ამბობდა რომ ეს კიდე ქალის შვილია და ამიტომ ამას არ ეკუთვნის და ის მაინც კაცის ჩამომავალია და ნუ ბოლოს მონღოლებმა თქვენ ჩვენთვის უკანონო შვილი არ არსებობს და გავაგზავნოთ ეგეც დიდ ყაენთან ყარაყორუმში და დიდმა ყაენმა გადაწყვიტოს
იქ კიდე ხულაგუყაენი დაიღუპა. ეგ უკვე 1256 წელს შეიქმნა ხულაგუს ხულაგუ არ იყო ეს. არ იყო არა. იქ ეს იყო გუიუკ ყაენი და მისი მემკვიდრე იყო მანგუ ყაენი და ქუქს წერია ჯამთაღწევთან რეცერი გუიუკ და აი ამასობაში მართლაც ჩავიდა და დახვდა იქ ეს მეორე დავითი. და მონღოლებმა გადაწყვიტეს რომ მოდით ორივე დავსვათ ტახტზე და ეს ახლა შეგნებულად იყო ბუნებრივია მათ იცოდნენ ქართველების ხასიათი და საერთოდაც ხასიათი სამეფო ტახტზე დასმული ადამიანის რომ დიდხანს ორი ადამიანი ვერაფერს ვერ გაძლებდა ტახტზე და ამიტომ როდესაც ორივე დასვეს ტახტზე ეს იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო ესე იგი გაიოლებინათ თავიანთი ბატონობა. ნუ მანამდე იყო კიდევ ერთი რამ რომ სანამ ეს გაირკვეოდა რომ ის ერთი დავითიც იქ ცოცხალია და მეორე დავითიც ჩავიდა საქართველოს დარჩა უმეფოდ გარკვეული პერიოდი და 2 წელი დაახლოებით. ნუ დაახლოებით და დაყვეს დუმნებად ანუ საათიათას თავოებად. აქ ძალიან საინტერესო მომენტია ახლა. რამოდენიმე ეპიზოდი მინდა რომ შევხვდეთ. დიახ. დუმნებად რომ დაყვეს. დიახ. ეგ 9 ოჯახიდან ერთი მეომარი. ეგ ცალკეა კიდე რომ 9-დან ერთი ლასქარშას შინა შეაგდიან. ხო. და აქედან იანგარიშება რომ რამდენი იყო დაახლოებით იმ პერიოდის საქართველოს მოსახლეობა. ეს რა თქმა უნდა ზუსტი ციფრი უბრალოდ ვარაუდის საშუალებას გვაქვს ოჯახში დაახლოებით ალბათ რამდენი იქნებოდა საშუალოდ და აქედან გამომდინარე რა გამოდის, ხო? სავარაუდოდ გამოდის 4 მილიონი ადამიანი. თლიანად კავკასიაში, მარტო საქართველოში არა, თლიანად. ის რაც საქართველოს მაშინ ეკავა და გავლენა ჰქონდა, აი იქ ყველა თუ ჩავთვლით, მაშინ გამოდის ასე დაახლოებით 4. მაინც საკმაოდ დიდი დემოგრაფიული კაპიტალი ყოფილა აქ. კი, ძალიან. ალბათ ახლა ჩვენ მე მგონი არ გადავაჭრობთ, არ მინდა რომ ვინმე ჩამითვალოს რომ რაღაცა ურაპატრიოტულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს დემოგრაფიული კაპიტალი რომელიც აქ იყო დაახლოებით ასეთივე იქნებოდა სავარაუდოდ ერთ პერიოდში, ზუსტად იგივე დროს, ფრანგების და ალბათ გერმანელებისაც და ნორმალური განვითარების პირობებში ჩვენ ესეთი ისტორია რო არ გქონდეს, ჩვენი რაოდენობა უნდა იყოს 10 მილიონი. ანუ ალბათ, ნუ როგორც იქ დასავლეთში ახლა, მაშინ ქალაქები არის პატარები იყვნენ და მაშინდელი მთელი მსოფლიოს ასე თქვა დემოგრაფიას როგორც ვარაუდობს ისტორიოგრაფია მილიარდს არ აღწევდა და ეს 4 მილიონი არის ძალიან დიდია ძალიან პატარა ქვეყნისთვის როგორც ძალიან დიდია. ხო და მოკლედ ეს 6 ნუ ახლა არ გვინდა მისი ჩამოთვლა 6 ასად არ არის გარდა ჯამთაღწევის ეს 6 სადუმნო და ნუ ეგარსლან ბაკურცი ხელი იყო მეთაური და ნუ მის წინააღმდეგაც გაჩნდა ბევრი მოშორნე და მტერი. ნუ შიგნითაც ესე იგი რაღაც ისინი მოხდა რამდენიმე დასაჯეს ისეთი რაც ისეთი ვინმე ვინც პირველობას მოინდომებდა როცა მეფე არ იყო და ესეც იმაზე მეტყველებს რომ ნუ ძალიან მოიშალა ქართული სახელმწიფო ფაქტიურად ეს ორი დავითი როდესაც უკვე დაამტკიცეს და მოbrunდნენ ძალიან ცოტა ხანს იყვნენ მეფეთ იმიტომ რომ მე აჯანყდა ჯერ დავით ნარინად წოდებული ანუ უმცროსი და გადავიდა დასავლეთ საქართველოში და იქ დამკვიდრდა და ერთ წელიწადში მეორეც აჯანყდა. მეორეც მე აჯანყდა, იმიტომ რომ თან ისე უცნაურად როცა დაავალეს, რომ წადი მაშინ ეგვიპტეში სალაშქრო და გზაში გადაიფიქრა წასვლა. ხო. და ძალიან ცოტა მიემხრო, სულ 8000 კაცი მიემხრო და ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდებია. მე მსურს რომ ორ მეფეზე, ორ მეფობაზე ცალკე ეპიზოდი ჩავთოთ, მაგრამ ახლა ისევ რუსუდანს დავუბრუნდეთ. ჩვენ სანამ რუსუდანი აი სწორედ მისცეს მას უფლება რომ ქუთაისიდან დაბრუნებულიყო თბილისში. კი, მან კი. და რაღაცა ხარკი დაგოგისეს ეს. კი. რამდენი იყო ეს? ეს აი მაგაზედაც ვისაუბრებ, ეს გამოვტოვებენ საერთოდ რომ მონღოლებმა შეიქმნა საქართველოს მახლობლად ჯერ ბათოს ექვემდებარებოდა და მერე სამხრეთში ადარბადაგანში შეიქმნა ნუ ადარბადაგანი აი სამხრეთი არის. აქ შეიქმნა
ახალი ულუსი, ანუ მონღოლური სახელმწიფო და ამ ულუსმა დააწესა თავისი გადასახადი. ილხანთა, ხო? ბატონო? ილხანთა, ხო? ილხანთა, კი, ილხანთა და მიმდობს და მიმდობს ნიშნავს ილხანი და აი ასეთი გადასახადები იქნა დაწესებული. ეს იცით ძალიან მოქნილი იყო ერთი მხრივ ეს მონღოლური გადასახადები, იმიტომ რომ ყველა კუთხე იცოდნენ ვინ რა აწარმოებს და აი მე ვნახე რომ თქვათ ბაქოში მაშინვე იყო ნავთი და ნефტი ესეთი გადასახადი დააკისრეს ბაქოს. წარმოიდგინეთ, კი ჩვენთან არ წერია წყაროებში, მაგრამ იქ ესე იგი ნავთობზეც კი იყო, იმიტომ რომ საწვევად იყენებდნენ უბრალოდ გადამუშავების გარეშე. და რაც შეეხება საქართველოს, აქ ძირითადად იყო აი ასეთი ჯერ დაგვაგესეს 50000 პერპერა, ხო? პერპერა, ხო, ეს პირველად ეს. პირველად და მერე კიდე მთელი დარგები და აი რა თაღარი ეს ჰულაგუს დროს ეს არის თაღარი ეს არის სასოფლოს ეს არის ესეთი გადასახადი რომელიც 100 ლიტრა პური 50 ლიტრა ღვინო და ნუ მე ჩამოთვლილია კიდე რომ 1 ლიტრა ბრინჯს აწარმოებდნენ მაშინ საქართველოში ბრინჯი და 1 ნალი და ასე შემდეგ კი ამას გარდა კიდევ სასოფლო-სამეურნეო გადასახადი მალი და ყაფჩერი ანუ ყუფჩური საბალახი გადასახადი. ეს არის 10 დინარიდან 1 დინარამდე იმას გააჩნია ნუ ვის რა საბალახო ადგილები ჰქონდათ. ამას გარდა სავაჭრო გადასახადი ტამღა. აი ტამღა ქართული იქიდან მოდის რომ აღნიშნული იყო რაღაცა იმითი როგორც ბეჭედით და აი ქართული თამღა იქიდან მოდის. ეს იყო 100 თეთრზე 3 თეთრი, 3% უნდა გადაეხადათ. ულუფა სამოხელეო გადასახადი. ადამიანები იხდიდნენ ასევე თავისი ვინც იყვნენ დამჩაგრავები იმათი შენახვის ფულს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იყო საიამე გადასახადი. იამა, აი რუსულში იამშიკ, ანუ მეეტლე. ეს მონღოლებმა დაყვეს თავის იმპერიაში გზები და გარკვეული რაოდენობის გარკვეული გზის ადგილას იყო იამა, ანუ სადაც ხდებოდა ცხენების გამოცვლა და ადამიანების დასვენება და აი ეს საიამე გადასახადიც დაეკისრა მოსახლეობას და ყველაფერი ეს ერთად საკმაოდ ბევრი გამოდის. კიდევ იყო ძალიან პლუს დავამატოთ ახლა გლეხისთვის ის ფეოდალური გადასახადები საერთოდ წარმოებას აქვს ამის მერი აზრი? ხო და აი ამაში ამიტომ რასაკეთებენ ამ დროს ქართველი გლეხები რომ გარბიან და ატოვებენ ტერიტორიას და ესე იგი გაპარტახებული ტერიტორიები ძალიან ბევრი ჩნდება. იმიტომ რომ იმდენი გადასახადებს ვეღარ აუდიან და ტყეში და ღრეში გარბიან და ეს არის მოშლა იმ ეკონომიკის, რომელიც კარგად მუშაობდა საქართველოში აი აქამდე, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი დიდი ტაძრებიც აშენდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა ეკონომიკის თვალსაზრისით. და ნუ საერთოდ ყველანაირად განადგურდა სოციალურადაც, იმიტომ რომ ფაქტიურად მეფე მეათეხარისხოვანი გახდა, ყველაფერს მონღოლები წვედნენ, გადასახადები ისეთია რომ შეუძლებელია. თანაც ეს რაც ოფიციალურად იყო დაკისრებული, ამაზე ბევრად მეც იღებდნენ ის გადამხდელები, ვინც ჩამოივლიდნენ. კორუფციაში იყო. კორუფცია იყო ძალიან გავრცელებული, ანუ 2 მაგად და 3 მაგად ითხოვდნენ გადასახადს და ეს ბუნებრივია, ძალიან საშიში რამ იყო, იმიტომ რომ აი მოსახლეობა იძულებული ხდებოდა რომ გაქცეულიყო თავისი ძველი ადგილებიდან და ნუ მოკლედ კატასტროფა იყო როგორც ეკონომიკური, სოციალური ყველანაირი. თანაც ეს და ერთი კიდე რაც ჰქონდათ დაკისრებული რომ უცხოეთში რამდენი ილაშქრებდა მონღოლთა ყაენი, ის უკვე ადგილობრივი ილხანები უნდა გაყოლოდნენ და გამოეცხადებინათ რომ ხალხი უნდა შეეკრიბათ და იქ იღუპებოდნენ სრულიად უაზროდ და თან როგორც ზამთარწერელი ამბობს, ყოველთვის
ქართველები პირველი მიდიოდნენ ასაღებად ციხესიმაგრეების და ეს ენერგია რომელიც შეგვეძლო ჩვენ ჩვენთვის გამოგვეყენა ალამუთის ციხეში და ეგვიპტეში და საჯანდაბაში აი აღარ ყველგან თან პირველნი ჩვენ უნდა შევსულიყავით და უამრავი მსხვერპლი მოყვებოდა ხოლმე ამას. აი ეხლა ისე მინდა დაუბრუნდე იმ წერილს რომელიც გრიგოლ მეცხრეს რომის პაპს მიწერა. ეხლა ამ წერილში ძალიან ბევრი სასნაური მომენტია, ძალიან ბევრი. პირველი ის რომ რუსუდან მეფე აბსოლუტურად არაადეკვატურად აღიქვამს შექმნილ ვითარებას, ისტორიულ პოლიტიკურ გეოგრაფიას, ანუ რანაირად, რა ტექნიკური საშუალებებით უნდა გამოაგზავნოს ახლა იმან რაიმე დახმარება. ანუ კონკრეტულად ეს ტექნიკურად როგორ უნდა გამოხდეს. როგორ უნდა მოხდეს, ანუ სანამ ამ ასეთ უცნაურ თავის დამამცირებელ წერილს გააგზავნი, შედეგი რატო უნდა გქონდეს, რომ რაღაცა შეიძლება მოყვეს ამას. აი ეს ხომ თანამედროვე ტექნოლოგიები არ არის, რომ აი ეს ხმელთაშუა ზღვა, ბოსფორ, დარდანელის უდე, ავიცი მე, საერთოდ ფლოტები არ არსებობს რა. ერთი რო იყო ის ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ერთი აქ ბიზანტიამდე მოვიდნენ, შავ ზღვაში არანაირი რაღაცა სერიოზული მიმოსვლები არ ხდებოდა და აი რა, როგორ რანაირად, ვინ გააკეთებდა ამ იმას? ეს ხო გამორიცხული იყო. მერე შესთავაზა კათოლიკური ეკლესიის წამსზე გადავალთო. და მესამე ყველაზე სასნაური ჩვენო ისინიო ქრისტიანები გვეგონაო. კი. იმაზეა. ანუ ესე იგი ქართულ სამეფო კარზე დაზვერვის არანაირი საშუალება. აბსოლუტურად არავითარი ცოდნა არ აქვთ ისტორიულ, გეოგრაფიულ ფაქტებს. ის არიციან, მე მგონი, რომ განაპირა ქრისტიანული სამყაროა, თვითონ მის აღმოსავლეთით ქრისტიანული სამყარო აღარ არის. ანუ ვინ უნდა იყოს ახლა ის ქრისტიანს რომ აბრალებს იმას იქითკენ რა რომელი ქრისტიანი უნდა იყოს აი ეს რო არიცის ამ წყაროში ჩანს ახლა იმას ატყუებს და იმიტომ ჩაწერა თუ რა გააკეთა აი თქვენ როგორ ახსენებთ ამას არა როგორ ჩანს მართლა თვითონ ჯეროდა რომ აი სამყაროს ცენტრია და მას შეუძლია ბევრი რამის გადაწყვეტა და სინამდვილეში ხო არ ვიცოდით რომ ქრისტიანები არ იყვნენ ესე იგი ეს მართლა ისეთი ფრაზაა ჩვენ ქრისტიანები გოგონა მას ცუდი ქრისტიანები აღმოჩნდა ხო ნუ აი ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ წარმოდგენა არ ქონდათ საერთოდ ვინ მოდის რატომ მოდის და ესე იგი დაზვერვა საერთოდ არ არსებობს და ნუ რომის პაპისგან ახლა გასაგებია რომ ჩვენ ყოველთვის გვიხარია რომ გადმოხვიდეთ ჩვენს სარწმუნოებაზე, მაგრამ ჩვენ თვითონ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და ვერანაირად ვერ დაგეხმარებათ. ამ უცნაურ წერილთან მაქვს ერთი პატარა პრობლემა მე კიდევ. აი როცა ჯალალედინთან ქონდა მას რაღაცა დიპლომატიური მოწერა, არ ვიცი ხა ეს როგორი ფორმით იყო. მაგრამ იქ რუსუდანის კარი ჯალალედინს პასუხობს რომ მამა შენი რომ დაამარცხაო, ჩვენო ისინი დავამარცხეთო. აქ თხადია შეიძლება იტყუება რა დაამარცხეს, მაგრამ ის ხო იცის რომ მამამისი დაამარცხეს. ანუ რაღაცა ცოდნა იქიდან არსებობს. ხვარაზმის შესახებ ცოდნა აქვთ რაღაცა მოვლენების. და მეორე ამ წყაროში უბრალოდ იტყუება თავსი ბრიყვებს, თავსი სულელებს თუ აი რაღაცა ორი შეუთავსებელი რაღაცა არის რა. რომ ისინიო ქრისტიანები გვეგონა თურმე ცუდი ქრისტიანები ყოფილან, ან როგორ დაეხმარებოდა ეს ხო აბსურდი, ეს ხო პოლიტიკური მიამიტობა. რაღაცა ძალიან უცნაური შეუთავსებელი რაღაცაა. ხო ეხლა როგორ წარმოედგინა ეთყობა მაინც აი უკვე იმდენად შინაგანი ძალების რწმენა აღარ ქონდათ რომ ელოდნენ უცხოეთიდან აი როგორც ერეკლე ელოდა რომ აი რუსეთი მოვიდა და ყველაფერს ის გამიკეთებს აი ასეთი უკვე გაჩნდა დამოკიდებულება უცხოეთის მიმართ და ეს რო არასწორია არასდროს რომ შენ თვითონ თუ არ ვარგი ხარ საერთოდ არავინ არაფერს არ დაგეხმარება ეს პრობლემა დღესაც გვაქვს დღესაც არის ხო და ასე რომ ეს არის რაღაცაი გულუბრყვილობის ხო მე ცალკე ხო არის მისი ხედავთავრების მიწერილობა რომ ცალკე ჩემ შვილს გაგაცნობო რომის პაპს ეუბნება ესე იგი სომხური რაღაც არის რომ ჩემი შვილი ესეთი კარგი ხო და ამ დროს იმ სახელმწიფოებრივი ინტერესებია მთავარი და ეს უკვე ნუ მართლაც საოცარია რაღაც ეს ახლა მოგონილი არ არის რაც მივიდა ის წერილი გამოაქვეყნა კომიკურია ეს ხო თამარაშვილმა თავის დროზე და ასე რომ მართლა საოცარია რომ როგორ
როგორ პრიმიტიულად წარმოუდგენია. თან დავამარცხეთო, კი, ისინი დავამარცხეთო პირველი ვინც მოვიდნენ და ესე იგი როგორ ჩანს აი თვითონ რუსუდანი იყო რაღაც გაურკვევლობაში, რაღაც აი ალბათ იმ შვილის გარდა არაფერი აღარ ესმოდა რა ხდება ქვეყანაში. არა მარტო შიგნით, არამედ გარეთაც რა ხდება და ერთადერთი რომ შვილი გავამეფო. რატომ მოხდა რომ ეს ქალბატონი ისე აღიზარდა რომ აი ამისთვის აბსოლუტურად მომწადებული? აი იმიტომ რომ ის არ იყო განსაზღვრული მეფისთვის. გასაგებია სამეფოდ არ იყო ის განსაზღვრული. იმიტომ რომ ესე იგი უნდა გადასულიყო ვაჟიდან ვაჟზე და საერთოდ ესეთი უკანონო შვილი და ასეთი რაღაცები არ უნდა მომხდარიყო. და ის საერთოდ არ იგულისხმებოდა და ისე არ გაუზდიათ როგორც მეფე. და შემთხვევით აღმოჩნდა სამეფო. მაგრამ აი აქ სამწუხარო ისიც არის რომ ჩვენ არც ლაშა გიორგიმ გვიჩვენა სამაგალითო არ ძნეობა და არც პასუხისმგებლობის აღება. აი ფაქტია რომ ორივე შვილმა ამ მიმართულებაში ერთმანეთს აჯობეს. ანუ ამან უფრო ახლა რა თქმა უნდა რეკორდები მოხსნა, მაგრამ ფაქტია რა ეს რატომ მოხდა? ეს არის ალბათ ამ ფოკარის რაღაცა. ნუ გასაგებია პოლიტიკური მარცხიც არის რა ეს. გასაგებია რომ იმდენად განებივრებულიც იყო ლაშა გიორგი, იმიტომ რომ ელოდნენ შვილს დიდი ხანი და ბოლოს რო გამოჩნდა უკვე ეს იყო ზებუნებრივობის ტოლა და მას ძალიან ბევრი 12 წელს გაშდა ლაშა გიორგი 94 წელს რუსუდანი ზაიმი იყო მაგრამ აი ეხლა თვითონ იმაზედაც მინდა ვთქვა ჟამთაღწერილზე რომ ეს ძალიან საინტერესო პიროვნებაა და ხანდი ყველაზე კარგი ალბათ იმიტომ რომ არაოფიციოზია მარტო არამედ აი თავის შინაგან ემოციებს არ მალავს და თან არის ძალიან განათლებული ეს თუ არა სამეფო კარზე სად მიიღებდა ამის განათლებას და ცნობილია რომ მან იცის ბერძნული მოყავს ხშირად ბერძნული მითოლოგია იცის რომა ესე იგი იტალიურიც იცის ნუ ლათინური უბრალოდ და სომხური სპარსული თურქული და მე დავადგინე რომ მან იცის სირიული ცოტა განსხვავდება სხვა არაბულისგან და ერთგან გვიყვება ეს არ ქონდა არავის მიქცეული ყურადღება რომ გვიყვება კათალიკოსიო იმათი უბრალოდ ეპისკოპოსი უწოდებს მაგრამ ის კათალიკოსი იყო და მარ იაბალახა რომელიც სახელს არ ამბობს მაგრამ იმის ისტორიას გვიყვება ასურეთის ესე იგი იმის ეპისკოპოსის სინამდვილეში ის იყო კათალიკოსი მათი და ყვება ყველაფერს მის შესახებ რო გაიქცა ქვეყნიდან რომას ზდევნიდნენ ესე იგი როგორ ჩანს და ამ დროს არსებობს მისი ბიოგრაფია 1317 წელს დაწერილი ამ მარ იაბალახა მესამეს ესე იგი მე ვარაუდობ რომ გარდა ზეპირისა იმიტომ რომ იქ ისეთი დეტალებია რომ თლად ზეპირი გადმოცემებითაც არ იყო ეს ნასაზრდოები არამედ იმ შრომასაც იცნობდა სირიულ ენაზე. ესე იგი, არის უაღრესად განათლებული, იცის მრავალი ენა, რაც ძალიან იშვიათია, რომ ასეთი განათლებული და არის თანაც საქართველოზე შეყვარებული არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც როგორც კი შეუძლია ისე თავის ქვეყანის მიმართ გამოხატავს სახელი და გვარი არ ვიცით. არ ვიცით. მე აი ხო გეუბნებით, მე ვარაუდობ, რომ ეს არის, რატომღაც არ მიაქცია ამას ყურადღება, რომ როდესაც დემეტრე დაიბარეს დასაჯელად და იქ წავიდა მთელი დიდებულება მოღანის ველზე. და მე წერია და და წახვა თანა გაზრდილი მისი უდელმონაზონი მოსე. და აი ეს უდელმონაზონი მოსე გაზრდილი დემეტრეს კარზე. აი ეს არის როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე არანაირ ეპითეტს დადებიც არც არანაირ ეპითეტს ამ მოსეზე არაფერს არ გვეუბნება და თავისი დამსახურება უნდა მაინც რომ წარმოჩნდეს და მსოფლიო მე გაიგო მაგრამ ყველა ვინც კი საეკლესიო პირს რომელსაც კი ეს ამბობს რომელზე და ყოველთვის ამბობს რომ ისეთი კარგი იყო ესეთი კარგი იყო ამდენი რამ გააკეთა და დადებითი და ამაზე რომელმაც გადაარჩინა უფროსი ვაჟი დემეტრესი და ამავე დროს დემეტრეს გვამიც მოიპარა კათალიკოსთან ერთად
ამაზე არც ერთი დადებითი სიტყვა არ უწერია და წერია უბრალოდ რომ გაზრდილი დემეტრესი უდელმონაზონი მოსე. დავდაბლობის გამო და ამავე დროს მაინც მოიხსენია თავისი თავი, იმიტომ რომ ნუ უნდოდა რომ შემოენახა კარგიზავდა თუ უფრო დაზროლების. შეიქებდა საკუთარ თავს. ხო და საკუთარ თავზე ახლა აღარ თქვა რომ ესეთი ნეტარი და შესანიშნავი და ასე შემდეგ და აი ეს ძალიან საინტერესოა. ახლა ძნელია უცბად ახალი თეორიის გაჩენა, მაგრამ აი ყველა მომენტი ის რომ არის სამღვდელო პირი, ის რომ არის ძალიან მორწმუნე, ეს ყველაფერი და ერეკლეს რა იყო დემეტრეს კარზე გაზრდილი, ეს ყველაფერი ემთხვევა ამ მოსეს. და მოსეც არის ამ დროს გავრცელებული სხვა შორის არის ქართულ სინამდვილეში სახელი მოსე. ნუ მოსე ხონელი თუნდაც და ასე რომ აი ჩემი აზრი კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რომ ეს პიროვნება ეს ჟამთა აღწერელი ეს უნდა იყოს დემეტრეს დასჯისას მოხსენიებული მოსე რომელიც უდელმონაზონი მოსე რომელიც გაზრდილია დემეტრეს კარზე მეტი არაფერი არ ვიცით მას ხო ძალიან საინტერესო ეპიზოდი განვიხილეთ ძალიან საინტერესო მადლობა ვაჟა მადლობ თქვენს რომ აი მოიცალეთ და ამ საკითხებს რომლებიც თითქოს ნაცნობია, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთ რაღაცებს შევეხეთ, რაც შეიძლება ესეთ პოპულარულ ძირითადი ისტორიულ ნარატივში არ არის და დაწვრილებითი დეტალები ახსენეთ ნამდვილად. მადლობა, მეგობრებო, ეს გახდათ ვაჟა კიკნაძე, პროფესორი ამ კონკრეტული პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ავტორიტეტი ისტორიაში და ასე რომ მინდა ვიცოდეთ, რომ ეხლა ეს გადაცემა გამომდინარე ბატონი ვაჟას კოლეგიალური ასე თქვათ თანამშრომლობიდან ისტორიის ცენზის ყველაზე მაღალი სინჯს უძლებს. მადლობა კიდევ ერთხელ. ასე რომ მეგობრებო, ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს, შევესწრებით ისტორია კიდევ ერთხელ გავაცოცხლოთ. ამჯერად გემშვიდობებით.